გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ესაა გადაცემა არაფერი სასაცილო, რომლის მიზანია ამ რთულ დღეებში თქვენ ოდნავ მაინც მოგეხსნათ დაძაბულობა. კიდევ ერთხელ ძირს დაძაბულობა, დაძაბულობა. ძირს დაძაბულობა, დაძაბულობა. მე ყოველთვის ვკითხულობ კომენტარებს და ბევრჯერ იკითხეს, ვინ გაფინანსებს. კარგით რა ხალხო. რას ამოიჩემეთ ეს ერთ და იგივე? ვინ უნდა მაფინანსებდეს? ბოლო დღეებში სამი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. დაიხურა მთავარი არხი, ღარიბაშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ხოლო იურიდიულმა კომიტეტმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. მთავარი არხი ჩემთვის იყო და რჩება მეორე ოჯახად. ჩემი ცხოვრების ბოლო 5 წელიწადი გავატარე ამ შესანიშნავ გუნდთან ერთად, რომელიც სულ მხარში მედგა ნებისმიერ სიტუაციაში. ჩემი სატელევიზიო კარიერა მთავარში დაიწყო. მათ მომცე შანსი მეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც სულ მინდოდა და ხშირად როცა კარგავდი საკუთარი თავის რწმენას, მეუბნებოდნენ, შენ ამას შეძლებ. ჩვენ არ ვიყავით იდეალურები, მაგრამ ურთულეს პირობებში ვაკეთებდით ფაქტობრივად შეუძლებელს. რეჟიმის უდიდესი წნეხის მიუხედავად ვაგრძელებდით მუშაობას, სანამ ეს კიდევ შეგვეცო და სანამ საბოლოოდ არ დაგხურეს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს გუნდი სხვა ფორმით გააგრძელებს ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ორგანიზაციის რეპორტიორების საზღვრების გარეშეს მიერ განახლებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსით უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან გვინეა-ბისაუ, სამხრეთ სუდანი, ჩადი, ლესოტო, ზიმბაბვე, ასევე ბურკინა ფასო და მონღოლეთი. მოკლედ თავიდან მინდა გაუსვა ხაზი, რომ ეს გამოშვება გავამზადე პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. არა, სხვებსაც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ნახვა, მაგრამ თხოვნა იქნება თუ ვინმე იცნობთ ან ნომერი გაქვთ, ლინკი რომ ჩაუგდოთ WhatsApp-ში. ან რა ვიცი. პრინციპში თქვენ რატო გთხოვთ? ახლა გამახსენდა, რომ მეც მაქვს ბიძინა ივანიშვილის ნომერი. მართლა მაქვს. ბოლო 3 წელია, როცა ვთხრები, ურეკავ ხოლმე. ბოლო დარკვევები განხორციელდა 20 დეკემბერს, 31 დეკემბერს, 1 იანვარს, 14 იანვარს, არც ერთხელ არ უპასუხია. ბოლოს ტექსტად მაქვს მიწერილი. კაი, კიდი ხარ. მაშ ასე, ბატონ ბიძინა, იცი თუ არა ვინ იყო ანტონიო დი სალაზარი? უпростоრად იცი თუ არა როგორ დაასრულა თავისი კარიერა? სალაზარი იყო პორტუგალიის დიქტატორი, რომელიც ქვეყანას 1922 წლიდან 1968 წლამდე მართავდა. ბოლოს კი ტახტიდან ჩამოვარდა. ოღონდ ეს პირდაპირი გაგებით. იჯდა და ჩამოვარდა. დაარტყა თავი, ცოტა ხანი კომაში გაატარა და ბოლო 2 წელი ქვეყანას საკუთარი აგარაკიდან, უფრო დაბალი სკამებიდან მართავდა. უпростоრად ეგონა რომ მართავდა. სანამ სალაზარი რეაბილიტაციას გადიოდა, მის ნაცვლად ქვეყნის მართვა ყოფილმა თანაგუნდელმა და თანამზრახველმაც პრინციპში მარსელო კაეტანომ დაიწყო. მაგრამ სალაზარს ეს არ გაუმხილეს. სპეციალურად დიქტატორისთვის გამოდიოდა გაზეთი ერთ ეგზემპლარად, რომელშიც მარტო ის ეწერა, რაც სალაზარს გაახარებდა. დილაობით მიუტანდნენ ხოლმე, წააკითხებდნენ და ამასაც ეგონა, რომ ჯერაც თავად იყო დიქტატორი. ხოლო პორტუგალიის ხელისუფლებამ მისი მმართველობის ქვეშ, როგორც ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად, მოახერხა დანაღმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ეს ბოლო ფრაზა პაპუაშვილს ეკუთვნის, მაგრამ უხდება აქაურობას. კაეტანომ მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმის წევრი იყო, სალაზარის სიცოცხლეშივე დაიწყო ფრთხილი რეფორმები. არაფერი რადიკალური, პორტუგალია ისევ დიქტატურად რჩებოდა, მაგრამ ამ ერთმა მსუბუქმა ბიძგმა გამოიწვია ის, რომ მალე კაეტანო სამხედრო გადატრიალებით ჩამოამხეს. 48 წლიანი დიქტატურა ფაქტობრივად ერთ დღეში დასრულდა და დაიწყო ქვეყნის სწრაფი დემოკრატიზაცია. ამის შემდეგ პორტუგალიაში იყო როგორც წარმატებული აღმასვლის წლები, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები, მაგრამ იცით ასევე რა აღარ დარღვეულა აღარასოდეს? შვიდობა. როდესაც რეჟიმი აქრობს ოპოზიციას და დამოუკიდებელ მედიას, მას გონია, რომ ხალხს უზღუდავს ინფორმაციას. ნაწილობრივ ასეცაა, მაგრამ უფრო ხშირად საკუთარ თავს აქცევს ინფორმაციულ ვაკუუმში. აი თქვენ, ამ კაცს მიმართავ, ამ პროცესის პირველ სეგმენტში იმყოფებით. გზის ლოგიკური გაგრძელება იქნება ასეთი: მხოლოდ კარგი ამბები, მხოლოდ წინსვლა, იმედი და პოზიტივი. მხოლოდ წარმატებები ეკონომიკურ და პოლიტიკურ არენაზე. ჩვენ ვართ ეხლა თუ და ძალიან კარგად, ეკონომიკა მიდის კარგად და ხალხი არის იმაზე მეტად კმაყოფილი, ვიდრე თქვენ გონიათ. მხოლოდ ისეთი ოპოზიცია, რომელიც გეუბნება, შენ ზედმეტად კარგი ხარ, ცოტა ნაკლებ კარგი იყავ. და მე კი ერთ დღესაც თან შეიძლება პირდაპირი გაგებით ერთი დღე იყოს, უცებ დაემხო. მიუხედავად იმისა, რომ ამისი არ გჯერა.
მათაც რესურსი მე მგონი აღარ დარჩათ უკვე რომ იმის მე ასე მგონია. დაბა ნახოთ. აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეწყვიტოს ვიდეოს ყურება, იმიტომ რომ შემდეგი ნაწილი უკვე იცის, თავის შექმნილია. დანარჩენები დარჩით. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან. ზოგადად ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრებს აქვთ ასეთი დილემა: ან ცუდად უნდა დაამახსოვრდე ხალხს დარბევებით, კორუფციით, სისასტიკით და უდიერებით, ან საერთოდ არ უნდა დაამახსოვრდე. მაგალითად, ბახტაძე ან კვირიკაშვილი. წესით ღარიბაშვილიც ამ მეორე კატეგორიაში უნდა გადიოდეს. ყოველ შემთხვევაში მისი პირველი ვადა ასეთი იყო. აი მეორე ვადაში კი მოხდა იმ აუდიო ჩანაწერების გავრცელება, სადაც ბერას სკოლის მოსწავლეები საცემად სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხალხს ითხოვს. სკოლაში ჩაფსული ვიყავი და დღეს. ვერ წავიდოდა სკოლაში და. ვერა ხო? ვერა. მოხდა 5 ივლისის დარბევა და პოლიციის სრული უმოქმედობა, რასაც ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა. იყო ჩარტერული რეისების სკანდალი და ასე შემდეგ. თუმცა მე პირადად ღარიბაშვილი აი ამ ვიდეოთი დამამახსოვრდება. აქ ასეთი რამ ხდება. პიანისტი უკრავს კომპოზიციას და ნოტების ერთ ფურცელს რომ ასრულებს, იღებს და აგდებს ზირს. პერფორმანსის ნაწილია. ღარიბაშვილი ვერ ხვდება ამას, იღებს დაგდებულ ნოტებს და უბრუნებს. პრინციპში აქ მე ვერ ვამტყუნებ ღარიბაშვილს, იმიტომ რომ ზუსტად ასე გაწვრთნა ბიძინა ივანიშვილმა. რაღაცებს ისროდა შორს და ღარიბაშვილს ეუბნებოდა: "ჩაპა, გაიქეცი მომიტანე". მაგრამ ქონდა მომენტები, როცა ეს ჩიხვახვად დასმული კაცი ძალაუფლებას პიტბულივით ჩაებღაუჭებოდა ხოლმე და თავი ძლიერი ეგონა. ამ დროს მოდიოდა ბიძინა და ეუბნებოდა: "ფუ, ჩაპა". და ღარიბაშვილი იძულებული ხდებოდა ძალაუფლება, როგორც მისთვის გადაგდებული სათამაშო ძვალი, დაეთმო. თანამდებობები არის დროებით ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ღარიბაშვილის გამოსამშვიდობებელ განცხადებაში ორმა ფაქტმა მიიქცია ყურადღება. პირველი, მან მრავალჯერ ახსენა და შეაქო ბიძინა ივანიშვილი, მოიხსენია ის როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მადლობას უხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. და მეორე, მან არც ერთხელ არ ახსენა ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ახსენა კობახიძე, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს ჭორები და სპეკულაციებია. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია, ჩემს განცხადებაში მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერი და თანამებრძოლია. აქ რომ დაემთავრებინა ფრაზა, კი ვიეჭვებდი რაღაცებს, მაგრამ დიდად არ მივაქცევდი ყურადღებას. თუმცა აი ღარიბაშვილის კიდევ ორი პასუხი, რაც ჩემთვის ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების შიგნით მოხდა ის, რასაც პოლიტიკური მეცნიერები მოიხსენებენ სიტყვად შეთანხმებით შიმშილი. ჟურნალისტი: ეთანხმები თუ არა კობახიძეს დღეს ყველაფერში? ღარიბაშვილი: კობახიძეს თავისი ხედვა აქვს, მე რაშუაში ვარ. ჟურნალისტი: როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას? ღარიბაშვილი: პრემიერ-მინისტრის საქმიანობა უნდა შეაფასოს ხალხმა. მე რაში მაინტერესებს. ქოცურ ქართული ლექსიკონის განმარტებით ეს წინადადება ასე ითარგმნება. მე და კობახიძეს ბიძინას წინაშე გქონდა კონკურენცია, კობახიძე მოიგო და ახლა მაჯმეინებს ხელისუფლებიდან ჩემს გუნდთან ერთად. საქმე ისაა, რომ თუ ქოცებს კარგად დააკვირდებით ისე, როგორც BBC-ს დოკუმენტური ფილმების ავტორები აკვირდებიან სურიკატებს კალაჰარის უდაბნოში, აღმოაჩენთ, რომ ყველა ქოცი ერთნაირი არ არის. არსებობენ იდეოლოგიური ქოცები და ფულისტი ქოცები. იდეოლოგიური ქოცები უბრალოდ ტერმინი არ ნიშნავს, რომ ამათაც არ უყვართ ფული. უბრალოდ მათ ხედვაში სწორი მართვა უფრო რადიკალური ანტიდასავლური იარაღებით უნდა ხდებოდეს. ესაა კობახიძის ფრაქცია. ფულისტი ქოცები, რომელთა პრემიერიც ღარიბაშვილი იყო, ცოტა უფრო პრაგმატულები არიან. რაკი მჭიდრო კავშირები აქვთ ბიზნესთან. პრაგმატულობაში აქ პირველ რიგში კორუფცია იგულისხმება ცხადია. საქმე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის უდიდესი პერიოდი ფულისტი ქოცები ცხოვრობდნენ იდეალურად. მათი ბიზნესები იყო დაცული, ვაჭრობდნენ რუსეთთან, დასავლეთთან და არც ლიბერალურ იდეებს ერიდებოდნენ, იმიტომ რომ რატომაც არა. ბოლო პერიოდი და ივანიშვილის ირგვლივ სანქციური ყულფი ყველაზე მტკივნეული სწორედ ამ სეგმენტისთვისაა. ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ ქართული ოცნების წევრი კახი კახიშვილი, ნახეთ როგორ იხოკავს სახეს. როდემდე უნდა ვიჯდეთ, რომ ხო სანქცია არაფერი არა. არაფერი არა, როგორ არ არის არაფერი, არის. შენ მეწლომას არ მაძლევ თანხაზე. ესე იგი შენ მე მტოვებ ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარეშე.
მე ვერც წამალს ვიყიდი, ვერც დაზღვევას გადავიხდი სამედიცინოს და ვერც ოპერაციის ფულს გადავიხდი. ანუ გამოდის რომ მე თუ ავათავარ, უნდა მოვკვდე? აქ სხვათა შორის კიდევ ერთ ძალიან საინტერესო რამეს ამბობს. ქართულმა ოცნებამ გააპარტახა ქვეყანა, თქვენ უნდა წახვიდეთ, ჩვენ უნდა მოვიდეთ. აი, იმიტომ რომ თქვენ დაანგრიეთ ქვეყანა. მე იმას კი არ იტყოდნენ, რომ აი ჩვენ დაგანგრევინეთ ეს ქვეყანა და ჩვენ გიბიძგეთ ამ ქვეყანას. ყოველთვის ესე არ არის, რაღაც გაკეთებინებენ და მე თვითონ გაიწევიან და შენზეა მთელი ჯოხები. ანუ კაცმა პირდაპირ აღიარა, რომ ქართული ოცნება მისი ჩათვლით ქვეყანას ანგრევს. ოღონდ გვანგრევინებენო, ისევ ჩვენ დაგბრალდა. თვის ესე არ არის, რაღაც გაკეთებინებენ და მე თვითონ გაიწევიან და შენზეა მთელი ჯოხები. კობახიძის ფრაქციას აქვს მნიშვნელოვანი მისია. პარტიის ოპტიმიზაცია ისე, რომ უკმაყოფილო ან დაშინებულმა ჩინოვნიკებმა ბიძინას მონუმენტში ბზარი არ გააჩინონ მაშინ, როცა სანქციების წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება და კახი-კახიშვილები უფრო დაგვესტრესებიან. ბრიტანეთის პარლამენტმა რაღაცა მიიღო და ავტომატურად ეხლა 5 წუთში საქართველოს ბანკმა ან სხვა ბანკმა ეს ასახა. ეს არის არაკანონიერი, აბა რისთვისა გვაქვს ჩვენ მაშინ ეროვნული ბანკი, რისთვისა ვარ ჩვენ ხელისუფლება, ამიტომ სტაბილური განვითარება უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომ არც არავინ მტერი არ ყავდეს ეხლა როგორც დღეს, ყოველდღე რო გვასანქცირებენ და იმ ხალხმა რა ქნას კაცო ახლა. ახ, ძალიან დაღუპული კაცია ეს. ვერც წამალს ვიყიდი, ვერც დაზღვევას გადავიხდი სამედიცინოს და ვერც ოპერაციის ფულს გადავიხდი. ანუ გამოდის რომ მე თუ ავათავარ, უნდა მოვკვდე? თქვენ ვის მიაგზავნიდით კახი-კახიშვილთან აი საშინელი დაძაბულობის მოსახსნელად? მე აი ამას. კიდევ ერთ ძირს დაძაბულობა, დაძაბულობა. მოკლედ ორივე ფრაქცია ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშაა ცხადია, მაგრამ როგორც ჩანს ივანიშვილმა ამჯერად კობახიძის ფრაქციას დაუჭირა მხარი და ეს ნაბიჯიც არის ავტორიტარული რეჟიმების დაღმავალ სპირალზე მოძრაობის აუცილებელი ეტაპი. ავტორიტარული რეჟიმების კიდევ ერთი მახასიათებელია უარყოფითი სელექცია. პროცესი, როდესაც ხელისუფლებაში ადამიანები ირჩევიან არა კომპეტენციისა და გამოცდილების, არამედ ლოიალურობის ნიშნით. სხვათა შორის ერთგან ზაქარია ქუცნაშვილმა ფანტასტიურად ახსნა ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩინოვნიკების შერჩევის პროცესი. ახლა მე მოგასმენებთ მისი სიტყვების მხოლოდ პირველ ნაწილს. ბატონი ბიძინას დაჟინებული პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართული იყო ამ პროცესში, ხოლო კონპირებულები და შებღალული წარსულის ადამიანები. ახლა კი უნდა გამოიცნოთ, როგორ ამთავრებს ზაქარია ქუცნაშვილი ამ წინადადებას. ბატონი ბიძინას დაჟინებული პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართული იყო ამ პროცესში, ხოლო კორუმპირებულები და შებღალული წარსულის მქონე ადამიანები კატეგორიულად გაგვერიდებინა ხელისუფლებისგან, ბ. გაგვეთავისუფლებინა თანამდებობებიდან, გ. ჩაგვესვა ციხეში, დ. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან. ყველა ნორმალური ადამიანი ალბათ ან A-ს, ან B-ს არჩევდა, მაგრამ სწორი პასუხია D. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან. რადგან ზაქარია ქუცნაშვილი ამ ინტერვიუში აბსოლუტურად გენიალურ რამეს ამბობს. აი, კოცობა თუ გინდათ, გაიგოთ რა არის. მოისმინეთ, აი ეს წინადადება თავიდან ბოლომდე. ბატონი ბიძინას დაჟინებული პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართული იყო ამ პროცესში, ხოლო კონპირებულები და შებღალული წარსულის ადამიანები შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყვნენ. მართლა ჩემი საყვარელი ვიდეოა ეს. კორუმპირებულები და შებღალული წარსულის ადამიანებზე უარი ვთქვათო კი არა. შედარებით უკანა პლანზე გადავწიოთ. შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყვნენ. მოკლედ, ასე არჩევს ბიძინა ივანიშვილი ჩინოვნიკებს. ვინც უფრო მალე მოიტან შორს გადაგდებულ ძვალს, მარტო იმას მიუშვებს საჭმელთან. ბიძინა ივანიშვილი ყველას აძლევს შანსს გახდეს კარგი მაწევარი ძაღლი. ბატონ ბიძინა ყოველთვის გვასწავლეთ, რომ ადამიანს მიეცით შანსი სწორ გზაზე დადგნენ. ასეთი სისტემის პირობებში პოლიტიკოსები ხშირად ცდილობენ ერთმანეთის გადაჭარბებას ლოიალურობის დემონსტრირებაში და ავტოკრატის მთავარი ფუნქცია ხდება რეჟიმის ელიტებს შორის კონფლიქტების მართვა. ღარიბაშვილმა წასვლის წინ კი დაგვიბარა, თუ საჭირო გახდა ისევ დაბრუნდებიო. მე არ ვიცი ამაში სისტემურ ოპოზიციას გულისხმობდა თუ არა, მაგრამ შიდა ელიტური კონფლიქტები ხშირად სწორედ სისტემური ოპოზიციის მეთოდებით იმართება. შეიძლება რომელიმე დასავლური ერის წარმომადგენელთან დიდი დრო დამჭირვებოდა სისტემური ოპოზიციის არსის ასახსნელად, მაგრამ საქართველოში ამდენი საუბარი არ დამჭირდება. სისტემური ოპოზიცია არის სოზარ სუბარი. აი გულწრფელად რამდენს გახსოვდათ, რომ სოზარ სუბარი ოპოზიცია. მეცაც გეტყვით. თავად სოზარ სუბარსაც არ ახსოვს, როდის დანიშნეს ოპოზიციად.
რუსეთში სისტემური ოპოზიციის კონცეფცია დაიხვეწა და გაძლიერდა პუტინის მმართველობის პერიოდში. რუსეთის კომუნისტური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, სამართლიანი რუსეთი და ახალი ხალხი. ყველა მათგანი ოფიციალურად ოპოზიციაა. არასისტემური ოპოზიცია ან მოკლულია, ან ემიგრაციაში. ბორის ნემცოვის, ილია იაშინის, ნავალნის, გარი კასპაროვის და სხვა პოლიტიკოსების ჩათვლით. უბრალოდ, აი ერთი საინტერესო დეტალი. 2024 წელს რუსეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც გაიმარჯვა, მოიცა გადავამოწმო, ვინ გაიმარჯვა. გაიმარჯვა ცხადია პუტინმა. უბრალოდ ამ არჩევნებზე მოხდა ერთი უცნაური პრეცედენტი. არის ასეთი რუსი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი. ნადეჟდინი სისტემური ოპოზიციის ყველაზე მოსაწყენი წარმომადგენელია. 10 წლეულებია რუსეთის პოლიტიკაში, მაგრამ დიდად არაფრით დაგამახსოვრებდათ თავს. მაქსიმუმ რომელიმე თოქ-შოუში მისულიყო და ეთქვა, რომ დასავლეთთან უნდა დავახლოვდეთ, რაზეც მთელი სტუდია დასცინებდა და დაიშლებოდნენ. Жертва дорогая. Все, замолчите, пожалуйста. свергаю никого. Все, тихо. Владимир, Борис, ты не прав. Они зомбированы. Зачем? უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნადეჟდინი იყო ერთადერთი საჯარო ფიგურა, რომელიც ქვეტექსტურად ან ხანდახან პირდაპირაც კი ამბობდა, რომ მოდი იქნებ ეს ომი არ გვინდა. მოვიდა არჩევნები და ნადეჟდინმა ყველასთვის მოულოდნელად დაიწყო კამპანია. თან დაიწყო საკმაოდ გვიან, მაგრამ დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერები რეკორდულად მალე შეაგროვა. სოფლიო მოიარა კადრებმა, სადაც მის საარჩევნო შტაბში უზარმაზარი რიგები იდგა. Ну, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ნადეჟდინს გაგანია ომში პუტინის წინააღმდეგ არავინ მოაგებინებდა არჩევნებს. მაგრამ სხვა უფრო საინტერესო რამ მოხდა. მიუხედავად საკმარისი ხელმოწერებისა, ნადეჟდინი მაინც არ დაარეგისტრირეს კანდიდატად. თუ კი ანტისაომარი პროგრამით წარდგენილი ოპოზიციონერი პუტინს არა, მაგრამ სხვა სისტემურ ოპოზიციას მოუგებდა, ეს აჩენდა ქვეყანაში იმ აზრის შექმნის საფრთხეს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არაა დაკარგული, რომ რეპრესიების მიუხედავად ქვეყნის 10 თუ 15%, რაც წინასწარი შეფასებით იქნებოდა ნადეჟდინის შედეგი, არ მიყვება პუტინის ფაშისტურ პროექტს. ავტორიტარიზმისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ესაა. აღიარება, რომ არსებობს დაუქვემდებარებელი ალტერნატივა. ავტორიტარული სახელმწიფო მუდამ ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული. უბრალოდ მუდამ შეკრული მუშტით საქმის კეთება არ გამოდის. გამოდის მხოლოდ ნგრევა და კიდე ერთი რამე, რაც ერითმება სიტყვას ნგრევა. საქართველოში ხალხის ზალა და ულტრამემარჯვენე ჯგუფები მსგავს როლს ასრულებენ. ისინი წარმოადგენენ მემარჯვენე ნაციონალისტურ ოპოზიციას, რომელიც კრიტიკულია პროდასალური ძალების მიმართ, მაგრამ თანხმობაშია მმართველი პარტიის ძირითად ხედვასთან. ორივე აქტს, რაც ზემოთ ვახსენე, ქართული ოცნება უკვე ახორციელებს ამ შეკრული მუშტის თითებით. ხალხის ზალა იქნება ეს თუ ვატო შაქარაშვილის ერთიანი ნეიტრალური საქართველო არ აქვს მნიშვნელობა. არ ვიცი ვის რომელი თითის როლი ერგება, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს ცერა თითის როლზე დიმიტრი ხუნდაძეს წარმოადგენდი. გავს უბრალოდ ცერა თითს. მოკლედ ეს თვითიზოლაციისა და ყალბი ოპოზიციის გამოჩეკვის პროცესები ვერ გაჩერდება სადღაც შუა წერტილში. ბიზინა არის ქართული პოლიტიკური პარანოიის პაციენტი ზერო. თავისი ნარცისიზმში გადახვეული კონსპირაციული შიშები ვირუსივით გადასდო სახელმწიფოს და ვიღაცები გაერიდნენ, ვიღაცები კი დაავადდნენ. ანუ იმისი თქმა მინდა რომ პარანოია უხერია. ჯერ გლობალური ომის პარტიით აშინებ ხალხს deep state-ით. აშინებ მანამდე, სანამ თავადაც არ დაგავიწყდება, რომ შენი გამოგონილია და შენც შეგეშინდება. მერე ეძებ ამ ტრის სახეხატებს სამოქალაქო საზოგადოებაში. აუქმებ ორგანიზაციებს და ფონდებს იმ იმედით, რომ აი აღმოფხრავ თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას და აღარ დაგჭირდება წუხილი. მაგრამ გინდაც მთელი მდელო მოასუფთავ, შიში და პარანოია არ საწავა. რა კი თავში გაქვს გამჯდარი. მერე დაიწყებ მოქალაქეების შეწუხებას, დაკავებას და დაშინებას, ფეხმძიმე ქალებთან დილაადრიან პოლიციის შეყრას, რომ ცხადა დაჩვენო ყველას, როგორი უპრინციპო ხარ. როცა ოპონენტებს გააჩუმებან, ჩამოიშორებ, აღმოჩნდება, რომ შენივე გუნდის წევრების ერთგულება არასაკმარისად დამაჯერებელია. ამ სტადიაში შევდივარ ჩვენ და თუ აქამდე საფრთხე მეტწილად მოქალაქეებისკენ იყო მიმართული, ერთგულების დამტკიცების შიდაპარტიული რბოლა უკვე რეჟიმებს უქმნის ბზარებს. საქმე ისაა, რომ როგორც გინდა ატრიალო, დემოკრატია არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ მმართველების ჯანმრთელობისთვისაც კარგი. რაც გინდა ცუდი დემოკრატიული ლიდერი იყო, მაქსიმუმ 4-5 წელი დაგისტიან და გაგაცილებენ სახლში. მაგრამ თუ ცუდად მოიქეცი, არ დაგელოდებიან და გაგაცილებენ სახლში. სახლში.
მიუხედავად იმისა, რომ ტახტი ჩაიბეტონეს, შენი ჩამოშორების შესახებ უკვე სხვა იდეები ჩნდება. არაბულ ქვეყნებში უყვართ სხვათა შორის ეგ იდეები და ქართულად მაინც არ ვიტყვი, არაბულად ვიტყვი. ჩემი უსაფრთხოებისთვის. ინყილაბ, თაურა, ხანყ. და სანამ ახლა შესაძ დადის აღმაშენებლის გამზირზე და არაბებს თხოვს უთარგმნონ რას ვამბობ, სწრაფად გადავიდეთ შემდეგ თემაზე. თან ეს იდეები, რაც ახლა მე არაბულად ჩამოვთვალე, როგორც წესი ჩნდება ახლო გარემოცვაში. კაეტანოს ჟანრის როგორც ღარიბაშვილი იტყოდა საპატიო ლიდერებსა და თანამებრძოლებში. როცა პორტუგალიაში კაეტანო ჩამოაგდეს, მართლმსაჯულებას გაიქცა და ბრაზილიაში დასახლდა. იქ დაასრულა სიცოცხლე. ისე იცით კიდე ვინ უვლის ბრაზილიას წრეებს და ზოგიერთი გამოცემების მტკიცებით საცხოვრებლად აპირებს გადასვლას? ბერა. ამ ამბავს რომ ვიხსენებდი, დავგუგლე ბერა ბრაზილია და ამომიგდო რუსული მედია სპუტნიკის headline-ი. ასე ხვდებიან ბერა ივანიშვილს ბრაზილიელი გოგონები ქუჩაში. დავინტერესდი, გავხსენი და სტატიაში ერთადერთი ფოტო დამხვდა, სადაც ბერა თვითმფრინავში მარტო უყურებს ლეპტოპს. ბრაზილიელო გოგონებო, სად ხართ? ბოლო-ბოლო კაცმა 2021 წელს ამაზონის ტყეების აღსადგენად 1 მილიონი გადარიცხა. აი ასე შეგიძლია მიხვდე, რომ ბერა გურიაში კი არ აპირებს ცხოვრებას, არამედ სადმე რიოში. წლევანდელი დიდთოვლობისას, რომელმაც გურიის უამრავი სოფელი დააზიანა, ბერამ არათუ არაფერი გადარიცხა, არც კი ჩასულა მოსანახულებლად. ნებისმიერ შემთხვევაში ბერაზე არაა ეს საუბარი. ეს საუბარი იმაზეა, რომ დიქტატორებისთვის არსებობს ისტორიული პატერნები და ეს ისტორიული პატერნები ყოველთვის არაა პენსიონერული ცხოვრება სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში. ხანდახან ისეთი რაღაცაც არის, როგორც მაგალითად ეს. აქ იდეაში მუამარ კადაფის ბოლო მომენტები უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაკი ძალიან სასტიკი კადრებია, გრაფიკული რეპრეზენტაცია შემოგთავაზეთ. რის საშუალებაც იყო, მე თვითონ დავხატე. ახლა ისევ იმ კაცს მინდა მივმართო ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ Forbes-ის მილიარდერების სიიდან ამოგაგდეს, მაინც საქმიანი ადამიანი ხარ და ამიტომაც დიდი ხანი არ მოგაცდენ. მხოლოდ იმ ხალხის სიის წარდგენა მინდოდა, ვინც ბოლომდე გაიარა ის გზა, რომელზეც ახლა მიდიხარ. მე უბრალოდ გირჩევ გადახედო, როგორ დაასრულა თითოეულმა თავისი დიქტატორული პროექტი. მაშ ასე. ბენიტო მუსოლინი, სადამ ჰუსეინი, არა, ესე მშრალად არა. ამას იცი რა მოუხდება? რა განახ. ამას რაღაცა უნდა. ხალბატონებო და ბატონებო, ნიკოლაი ჩაუშესკუ დაუქმნიე ხელი. აბდალმალეკ ყასემი. ბენიტო მუსოლინი. იონ ანტუნესკუ, სადამ ჰუსეინი და რა თქმა უნდა შეუდარებელი მუამარ კადაფი. აი გაციშეთ ეს. არაფერი სასაცილო.